ისტორიკოსები ამ სტილს ხშირად აფასებენ, როგორც ქაოსურ დიქტატურას. აი მისი ძირითადი მახასიათებლები. დაკავი და იბატონე შიდა კონკურენცია. ჰიტლერი იშვიათად იძლეოდა მკაფიო მითითებებს ან წერილობით ბრძანებებს. ის ხშირად ორ სხვადასხვა ადამიანს ან უწყებას ერთსა და იმავე დავალებას აძლევდა. მიზანი ეს ქმნიდა მუდმივ კონკურენციას მის გარემოცვაში, მაგალითად ჰიმლერს, გებელსსა და გერინგს შორის. შედეგი, მისი ქვეშევრდომები ენერგიას ერთმანეთთან ბრძოლაში ხარჯავდნენ და არა ფიურერის ძალაუფლებისთვის საფრთხის შექმნაში. ის რჩებოდა ერთადერთ საბოლოო არბიტრად. ფიურერის ნებაზე მუშაობა. Dem Führer entgegenarbeiten. ეს იყო ნაცისტური ადმინისტრაციის მთავარი პრინციპი. რადგან ჰიტლერი იშვიათად ერეოდა დეტალებში, ჩინოვნიკები ცდილობდნენ გამოეცნოთ მისი სურვილები და იმაზე რადიკალური ზომები გაეტარებინათ, ვიდრე ამას კანონი მოითხოვდა. ეს იწვევდა პოლიტიკის მუდმივ რადიკალიზაციას, რადგან ყველა ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ყველაზე ერთგული და აქტიური იყო. ქარიზმატული ავტორიტეტი. მისი მმართველობა არ ეყრდნობოდა ინსტიტუციურ წესებს, არამედ მის, როგორც ეროვნული მხსნელის ხატს. პროპაგანდა. ჰიტლერი წარმოჩენილი იყო როგორც უცდომელი ლიდერი, რომელიც ხედავდა იმას, რასაც სხვები ვერა. გადაწყვეტილებების მიღება. ის ხშირად ეყრდნობოდა ინტუიციას და არა ექსპერტების რჩევებს, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა ომის პერიოდში, როდესაც ის სამხედრო გენერლების სტრატეგიულ რეკომენდაციებს უგულებელყოფდა. სამუშაო რუტინა ან მისი არარსებობა. ტიპური ბიუროკრატისგან განსხვავებით, ჰიტლერს სძულდა ოფისში მუშაობა და დოკუმენტების კითხვა. ის გვიან იღვიძებდა, დიდ დროს ატარებდა ფილმების ყურებასა და ხანგრძლივ მონოლოგებში თავის გარემოცვასთან. მნიშვნელოვან სახელმწიფო გადაწყვეტილებებს ხშირად არაფორმალურ გარემოში სადილობისას ან სეირნობისას იღებდა. ტოტალური კონტროლი საზოგადოებაზე, გლეიცშალტან. მართვის სტილის ნაწილი იყო საზოგადოების ყველა შრის გათანაბრება. პროფკავშირები, კლუბები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ეკლესიაც კი ნაცისტური პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ნებისმიერი დამოუკიდებელი ძალა, რომელიც შეიძლება ოპოზიციად ქცეულიყო, სისტემიდან ამოიშალა. შეჯამება. ჰიტლერის მართვის სტილი იყო ეფექტური მოკლევადიან პერიოდში, სწრაფი მობილიზაციისთვის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მან გამოიწვია სახელმწიფო აპარატის დეგრადაცია და კატასტროფული სამხედრო შეცდომები, რადგან სისტემაში აღარ არსებობდა კრიტიკული აზრი ან შემაკავებელი მექანიზმი. ადოლფ ჰიტლერის რეპუტაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცალსახა და მკაცრად განსაზღვრული საკითხია. მისი სახელი იქცა ბოროტების, ტირანიისა და გენოციდის სინონიმად. აი როგორ ტრანსფორმირდა მისი რეპუტაცია დროთა განმავლობაში და როგორ აღიქმება ის დღეს. ომამდელი და ომის დროინდელი კულტი. 1930-იან წლებში გერმანიის შიგნით პროპაგანდის მანქანამ შექმნა ფიურერის მითი. ბევრი გერმანელისთვის ის იყო მხსნელი, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან გამოიყვანა. ძლიერი ლიდერი, რომელმაც გერმანიას ეროვნული სიამაყე დაუბრუნა. თუმცა საერთაშორისო დონეზე მისი რეპუტაცია თავიდანვე საეჭვო იყო, ხოლო ომის დაწყებისთანავე იგი აღიქვეს როგორც მსოფლიო მშვიდობის მთავარი მტერი. ომის შემდგომი პერიოდი და დენაციფიკაცია. 1945 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიო მიხილა საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებები და ჰოლოკოსტის მასშტაბები, ჰიტლერის რეპუტაცია საბოლოოდ განადგურდა. ნიურნბერგის პროცესი, აქ მოხდა ნაციზმის, როგორც დანაშაულებრივი იდეოლოგიის, სამართლებრივი მხილება. დენაციფიკაცია. გერმანიაში დაიწყო პროცესი, რომლის მიზანით საზოგადოების ცნობიერებიდან ნაცისტური გავლენების ამოძირკვა იყო. ჰიტლერის ქება ან ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება კანონით დასჯადი გახდა და დღემდე ასეა გერმანიაში. თანამედროვე ისტორიული შეფასება. დღეს ისტორიკოსები ჰიტლერს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც დიქტატორს, არამედ როგორც იდეოლოგიურ ფანატიკოსს, რომელმაც სახელმწიფო რესურსები ადამიანების სისტემური განადგურებისკენ მიმართა. მისი რეპუტაცია ეფუძნება სამ ძირითად დანაშაულს. ჰოლოკოსტი, 6 მილიონი ებრაელის გენოციდი. აგრესიული ომი, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება, რამაც ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტოტალიტარიზმი, პიროვნული თავისუფლების სრული მოსპობა და ტერორზე დაფუძნებული მმართველობა. სახე კულტურაში. პოპულარულ კულტურაში ჰიტლერი არის აბსოლუტური ბოროტების არქეტიპი. მას ხშირად იყენებენ ფილმებში, ლიტერატურასა და დოკუმენტურ მასალებში, როგორც გაფრთხილებას იმისა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს შეუწყნარებლობასა და შეუზღუდავ ძალაუფლებას.
მნიშვნელოვანია, ისტორიული მეხსიერება ჰიტლერს ინახავს არა როგორც ძლიერ პოლიტიკოს, არამედ როგორც ადამიანს, რომელმაც ცივილიზებული სამყარო კატასტროფის პირას მიიყვანა. მისი რეპუტაცია არის მუდმივი გაკვეთილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ. ჰიტლერის დამოკიდებულება რელიგიისადმი რთული და ხშირად წინააღმდეგობრივი იყო. საჯაროდ ის ხშირად იყენებდა რელიგიურ რიტორიკას, თუმცა ვიწრო წრეში ქრისტიანობის მიმართ სიზღს არ მალავდა. მისი საბოლოო მიზანი იყო რელიგიის ჩანაცვლება ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიით. აი მისი ხედვების ძირითადი ასპექტები. დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი. ჰიტლერი კათოლიკედ მოინათლა, თუმცა მოზრდილ ასაკში ეკლესიასთან კავშირი გაწყვიტა. საჯარო პოზიცია, თავიდან ის ამბობდა, რომ ნაციზმი დადებით ქრისტიანობას, positive Christendom, ეფუძნებოდა. ეს იყო მცდელობა რელიგია ნაცისტური რასიზმისთვის მოერგოთ, მაგალითად იესო ქრისტეს წარმოაჩენდნენ არა ებრაელად, არამედ არიელ გმირად, რომელიც ებრაელობას ებრძოდა. პირადი ხედვა, პირად საუბრებში ჰიტლერი ქრისტიანობას სისუსტის რელიგიად მიიჩნევდა. მას სძულდა ქრისტიანული ღირებულებები, თავმდაბლობა, მოწყალება და სიყვარული, რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა მის იდეას ძლიერის გადარჩენის შესახებ. ეკლესიების ბრძოლა Kirchenkampf. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაცისტებმა დაიწყეს ეკლესიების დამორჩილება. კონკორდატი 1933 წელს ვატიკანთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეკლესია პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, სანაცვლოდ კი გარკვეულ თავისუფლებას შეინარჩუნებდა. თუმცა ჰიტლერმა ეს პირობა მალევე დაარღვია. პროტესტანტული ეკლესია შეიქმნა გერმანელ ქრისტიანთა მოძრაობა, რომელსაც სურდა ეკლესიიდან ძველი აღთქმის, როგორც ებრაული ტექსტის ამოღება. ამას მოჰყვა ოპოზიციური აღმსარებელი ეკლესიის შექმნა, რომლის ბევრი წევრიც საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. ნაციზმი, როგორც ახალი რელიგია. ჰიტლერს სურდა, რომ ტრადიციული რელიგია ჩაენაცვლებინა ერთგვარი პოლიტიკური რელიგიით. რიტუალები, ნაცისტური ყრილობები, ჩირაღდნებით მსვლელობები და ფიურერისადმი ერთგულების ფიცი რელიგიური რიტუალების ხასიათს ატარებდა. წმინდა წიგნი, ბიბლიის ნაცვლად, წამყვან წიგნად ჩემი ბრძოლა Mein Kampf უნდა ქცეულიყო. ფიურერის კულტი, ჰიტლერი წარმოჩენილი იყო, როგორც ღვთის მიერ გამოგზავნილი მხსნელი, რომლის ბრძანებაც უზენაესი კანონი იყო. ოკულტიზმი და წარმართობა. ჰიტლერის გარემოცვაში, განსაკუთრებით ჰაინრიხ ჰიმლერსა და ალფრედ როზენბერგში, პოპულარული იყო ძველი გერმანული წარმართობისა და ოკულტიზმის იდეები. მათ სურდათ ქრისტიანობის ჩანაცვლება ძველი არიული მითოლოგიით. თუმცა თავად ჰიტლერი ოკულტიზმს ხშირად სკეპტიკურად უყურებდა და მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ის ზედმეტად მისტიკური იყო. ისლამი და სხვა რელიგიები. საინტერესოა, რომ ჰიტლერი ზოგჯერ პატივისცემით მოიხსენიებდა ისლამს. მას მოსწონდა ისლამის მეომრული ბუნება და თვლიდა, რომ ის გერმანელთა ხასიათს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე მშვიდობიანი ქრისტიანობა. თუმცა ეს უფრო პოლიტიკური სიმპათია იყო, რადგან მას სურდა მუსლიმური სამყარო ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ მოკავშირედ გამოეყენებინა. ჰიტლერისთვის რელიგია მხოლოდ ინსტრუმენტი იყო. მისი საბოლოო ხედვით, მომავალ გერმანიაში ადგილი აღარ უნდა ყოფილიყო ტრადიციული ღმერთისთვის, მთელი რწმენა და ენერგია მიმართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფოსა და ფიურერისკენ. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ამ იდეოლოგიურმა წნეხმა იმ პერიოდის გერმანულ საზოგადოებაზე? ადოლფ ჰიტლერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისტორიკოსებისა და მედიკოსების მუდმივი შესწავლის საგანია. მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ომის ბოლო წლებში, რაც ბევრის აზრით, გავლენას ახდენდა მის გადაწყვეტილებებზე. აი მისი ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტები. თეოდორ მორელი და წამლების კოქტეილი. 1936 წლიდან ჰიტლერის პირადი ექიმი გახდა თეოდორ მორელი. მან ფიურერი მძიმე მედიკამენტებზე დამოკიდებული გახადა. მორელი ჰიტლერს ყოველდღიურად უკეთებდა სხვადასხვა ნივთიერების ინექციებს, მათ შორის ვიტამინებს, ჰორმონებს და ბაქტერიულ პრეპარატებს. რათა შეენარჩუნებინა ენერგია და ეიფორია, განსაკუთრებით ფრონტზე წარუმატებლობების ფონზე. პარკინსონის დაავადება. ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ჰიტლერს პარკინსონის დაავადება ჰქონდა. სიმპტომები 1944-1945 წლების კადრებში აშკარად ჩანს მისი მარცხენა ხელის ძლიერი კანკალი, ტრემორი, შენელებული მოძრაობები და გაშეშებული მიმიკა. გავლენა: ეს დაავადება ხშირად იწვევს კოგნიტურ დარღვევებსა და გადაწყვეტილების მიღების სირთულეს, რაც შესაძლოა ხსნიდეს მის მზარდ სიჯიუტესა და რეალობისგან მოწყვეტას.
საჭმლის მომნელებელი სისტემა და დიეტა. ჰიტლერს მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კერძოდ ძლიერი მეტეორიზმი და სპაზმები. ვეგეტარიანელობა. სწორედ ამ პრობლემების გამო გახდა იგი ვეგეტარიანელი. მას სჯეროდა, რომ ხორცზე უარის თქმა მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა. ჰიპოქონდრია. ის იყო უკიდურესად შეშინებული საკუთარი ჯანმრთელობის გამო და მუდმივად ეშინოდა კიბოთი გარდაცვალების, დედის მსგავსად. ფსიქიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მას გიჟად მოიხსენიებს, თანამედროვე ფსიქიატრები უფრო კომპლექსურ დიაგნოზებზე საუბრობენ. ნარციზმი და პარანოია. მას ჰქონდა გამოკვეთილი ნარცისული პიროვნული აშლილობა და პათოლოგიური რწმენა, რომ ყველა მის წინააღმდეგ იყო შეთქმული. მესიანური კომპლექსი. მას სჯეროდა, რომ იყო არჩეული გერმანიის გადასარჩენად, რაც ყოველგვარ ემპათიასა და მორალურ ბარიერს უსპობდა. ბოლო დღეები ბუნკერში. 1945 წლის აპრილისთვის ჰიტლერი 56 წლის ასაკში გამოიყურებოდა როგორც ღრმად მოხუცი ადამიანი. თვითმხილველთა აღწერით, მას ჰქონდა მოხრილი ზურგი, არეული ნაბიჯი და ხშირად ვარდებოდა ისტერიულ მდგომარეობაში. მისი ფიზიკური დაშლა პიკს მიუახლოვდა იმ მომენტში, როდესაც მესამე რაიხი საბოლოოდ განადგურდა. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება პოლიტიკური ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეცვალოს ისტორიის მსვლელობა? ადოლფ ჰიტლერის ოჯახური ისტორია საკმაოდ რთული და ხშირად დაძაბული იყო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. მისი გენეალოგია დღემდე ისტორიკოსთა ინტერესის საგანია, მათ შორის ოჯახური კავშირების ბუნდოვანების გამო. აი მისი ოჯახის ძირითადი წევრები და მათთან ურთიერთობა. მშობლები. ალოის ჰიტლერი, მამა, საბაჟოს მოხელე, რომელიც გამოირჩეოდა ავტორიტარული და მკაცრი ხასიათით. ის მესამედ იყო დაქორწინებული, როდესაც ადოლფი დაიბადა. ალოისი ხშირად იყენებდა ფიზიკურ ძალას შვილის მიმართ, რათა ის მორჩილი გაეხადა. მათ შორის მუდმივი კონფლიქტი იყო, რადგან მამას სურდა ადოლფი სახელმწიფო მოხელე გამოსულიყო, ადოლფს კი ხელოვნება იზიდავდა. კლარა ჰიტლერი, დედა, ალოისის მესამე ცოლი და მისი ნათესავი, სავარაუდოდ, ბიძაშვილი. ის იყო მშვიდი, რელიგიური და უკიდურესად მოსიყვარულე დედა. უკრავდა მუსიკას. დისნეის ფანატიკოსი. ჰიტლერი გატაცებული იყო ანიმაციით და განსაკუთრებით უყვარდა უოლტ დისნეის შემოქმედება. მას ნანახი ჰქონდა ფიფქია და 7 ჯუჯა და კონკია. ნორვეგიის ომის მუზეუმში ინახება ჰიტლერის მიერ შესრულებული ნახატები, სადაც დისნეის პერსონაჟებია გამოსახული. ის თვლიდა, რომ ფიფქია კინემატოგრაფის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყო. შოკოლადის მოყვარული და ტკბილეული. ჰიტლერი ცნობილი იყო იმით, რომ დღეში თითქმის 1 კილოგრამამდე შოკოლადს ჭამდა. ის ასევე უზომო რაოდენობით შაქარს უმატებდა ჩაის და ღვინოსაც კი. ომის დროს ნაცისტებს ჰქონდათ გეგმა, შეექმნათ თფეთქებადი შოკოლადი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის გასანევრალებლად შოკოლადის ფილა, რომელიც გატეხვისას აფეთქდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავს მრისხანე ლიდერად წარმოაჩენდა, მას ჰქონდა რამდენიმე ფობია. სტომატოლოგების შიში, მას საშინლად ეშინოდა კბილის ექიმების. ერთხელ მან უბრალო პროცედურა 8 დღით გადადო, რადგან ნერვიულობდა. ბასრის საგნები, მას არ უყვარდა, როდესაც ვინმე მის სიახლოვესთანას ან სხვა ბასრსაგანს იყენებდა. Volkswagen ხოჭო. ავტომობილი Volkswagen Beetle, Volkswagen Käfer, ნაწილობრივ ჰიტლერის იდეით შეიქმნა. მას სურდა სახალხო ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა საშუალო გერმანული ოჯახისთვის, შეძლებდა 2 ზრდასრული ადამიანისა და 3 ბავშვის გადაყვანას და განავითარებდა ასკმს სიჩქარეს. მან ეს დავალება ინჟინერ ფერდინანდ პორშეს მისცა. კოსმოსური პროგრამის საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის მიერ დაფინანსებული სარაკეტო ტექნოლოგია, მაგალითად V2 რაკეტები ლონდონის გასანეიტრალებლად შეიქმნა, სწორედ ამ ტექნოლოგიამ და გერმანელმა მეცნიერებმა, ვერნერ ფონ ბრაუნის მეთაურობით, დაუდეს საფუძველი ამერიკულ კოსმოსურ პროგრამასა და მთვარეზე ადამიანის გაფრენას ომის შემდეგ. მადლობა ჩემო ძვირფასო ხალხო, ასე გულდასმით, რომ მოისმინეთ ეს. უძლიერესი ისტორია, იმედი მაქვს მსოფლიოში სიმშვიდე დაისადგურებს და აღარ იქნება ცრემლი და დარდი გისურვებთ გაერთიანებულ და მშვიდ სამშობლოში გეცხოვროთ, სადაც დარდი და ნაღველი არ იქნება.